დღეს ედიტორმა ქალაქში ჩაატარა გამოკითხვა. იზღუდება თუ არა დღესდღეობით საქართველოში სიტყვის თავისუფლება. ავიღოთ კიდევ რუსთავიორის ამბავიც რო ავიღოთ არის შეზღუდვები არის რასაც მე უყურებ არის სამწუხაროდ და სხვა დანარჩენში არ ვიცი ნუ ეს ნიუანსი გამოხატა რუსთავიორ თანამდებობაში დღევანდელი პროცესები ეს არის პირდაპირ ზეწოლა მედიაზე საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა რუსთავიორის საერედაქციო პოლიტიკის მიუხედავად ყველა ტელევიზიაში აქვს უფლება იარსებოს და იმოუწყებლოს და კონდეს საკუთარი სურვილისამებრ არჩეულ საერედაქციო პოლიტიკა და ამ საერედაქციო პოლიტიკაში ჩარევა არის სიტყვის თავისუფლების აკვეთა და სწორედ ამიტომ მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდების, სტუდენტების აქტიურობას და უნდა დაუდგნენ სიტყვის თავისუფლებას გვერდით, იმიტომ რომ სიტყვის თავისუფლება ეს არის გარანტია დამოუკიდებელი და ძლიერი სახელმწიფოს შემოქმედებისთვის. არა, არის უდევა შემიასწრებს. რუსთავიორის სიძველე განვითარება მოვლენთან დაკავშირებით დასკვნა. ვიცი, ვერაფერს ვერ ვიტყვი რუსთავიორთან დაკავშირებით. სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, იზღუდება. იმიტომ რომ არის კონკრეტული შემთხვევები დავასახელებ, მაგრამ ზოგადად ყველა ეს რუსთავიორის სიძველე განვითარება მოვლენთან დაკავშირებით დასკვნა. მოდი ალბათ შევთავაზოთ. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით კომენტარი ასევე გააკეთა თავისუფალი ზონის დამფუძნებელმა კობა ხაბაზმა და თავისუფალი ზონის ერთ-ერთმა წევრმა ქეთევან ბერიძემ. არ არის ლაპარაკი მხოლოდ სიტყვის შეზღუდვაზე, აქ არის უკვე ფუნდამენტალური დინამიკაზე ლაპარაკი. ან საქართველო გადარჩება, ან საქართველო გახდება ჩრდილოეთ კორეის მაგვარი, სადაც შეიძლება ხალხს მიულოცონ, რომ მზეზე დაჭდა ქართველი კოსმონავტი, ამის მაგვარი გარემოს შექმნა. ეს არის რეალობა, ეს არ არის რაღაც ისეთი გამძაფრებული ისე, იმიტომ რომ ივანიშვილის ძირითადი ამოცანა არის შეასრულოს პუტინის დავალება და საქართველოში დანერგოს რუსული აზროვნება, რუსული მენტალიტეტი და რუსული მარკის წესი. ის რაც ხდება დღეს რუსთავიორის გარშემო, ეს არის შეგვიძლია იგივე ეს მაგალითი ვიყავით და ეტევე შევადაროთ. რა ამოცანის წინაშე ვიყავთ ქართული ხალხი ვიყავთ ძალიან მარტივი ამოცანის წინაშე. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ჩვენი ქვეყნის მომავალს ემუქრება საფრთხე. ჩვენი შვილების მომავალს ემუქრება საფრთხე. ამ საფრთხის ძირითადი წყარო მიმდინარეობს რა თქმა უნდა მოსკოვიდან, კრემლიდან, მაგრამ მისი განხორციელებელი აქ გვყავს დაბანაკებული შუშის კოლბაში. თბილისის ელექტრონიკის არის წამოჭიმული. აქედან გამომდინარე უნდა დავდგეთ ერთად, ყველა უნდა უთხრათ ერთად. არა ივანიშვილს, ყველა უნდა უთხრათ ერთად. არა პუტინს და ყველა უნდა უთხრათ არა იმ პოლიტიკას, რასაც ისინი აწარმოებენ. თავისუფალი სიტყვას ვერავინ ვერ ჩაახშობს, თავისუფალი სიტყვა საქართველოში იქნება, საქართველოს იქნება ძლიერი ქვეყანა, საქართველოს არასდროს არ გახდება პუტინის ლაქია და პუტინის მსახური. აი, ამას ვემსახურებთ ჩვენ, ამას ვემსახურებთ ყველა ორგანიზაცია, ამას უნდა ემსახურებოდეს ყველა ჟურნალისტი, ამას უნდა ემსახურებოდეს ამისას მთელი ქართული საზოგადოება. საქართველოს გადარჩენას ამაზეა საუბარი. ჩემთვის როგორც საქართველოს მოქალაქისთვის ყველაზე პრიორიტეტულია სიტყვის თავისუფლება. პირველი მიზეზი იმისათვის რომ არის პრიორიტეტული დავასახელებ იმას, რომ ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში. თუ გვაქვს პრეტენზია იმისა, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, პირველ რიგში სიტყვის თავისუფლება უნდა იყოს ყველაზე მაღლა. ყველაზე მაღალი ფასეულობა უნდა იყოს სიტყვის თავისუფლება. იმასთან დაკავშირებით რაც ხდება დღეს პოლიტიკურ სცენაზე, თუნდაც ის რომ სიტყვის თავისუფლება იზღუდება და აქ მაგალითად მოვიყვან რუსთავიორის მიმართ განხორციელებულ 1000-გვარ ასე ვთქვათ პრობლემებს წამყენებულს ვთვლი რომ დღეს სიტყვის თავისუფლება გვაქვს შეზღუდული, იმიტომ რომ გვიხურავენ ერთ-ერთ ყველაზე სრულფასოვან თავისუფალ მედიას, რომელიც მე პირადად როგორც საქართველოს მოქალაქეს საქართველოს პოლიტიკურ მოვლენებს არ მანახებს ვარდისფერ სათვალეში.
და ის რომ დღეს პოლიტიკური სცენა არის ესე ვთქვათ რაღაც ძალადობაზე გადასული მედიას გვართმევენ სიტყვის თავისუფლებას არ გვაქვს საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლება თუ ჩვენ მაგალითად წავედით გამოვთქვით პროტესტი რაიმე პრობლემაზე აი დამერწმუნეთ რომ იქიდან სადღაც 1-2 საათის შემდეგ მოდის ინფორმაცია რომ დაიჭირეს აქტივისტი დაიჭირეს ერთ-ერთი აქციის მონაწილე ეს იმიტომ რომ მან გამოთქვა საკუთარი აზრი დააფიქსირა აი ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე და პოლიტიკურ მოვლენებზე. ამიტომ ჩვენ ამით და მე მინდა უბრალოდ ამ სახით ერთი მესიჯი გავუგზავნო თუნდაც ბიძინა ივანიშვილს იმასთან დაკავშირებით, რომ სიტყვის თავისუფლება ეს არის დემოკრატიის ერთადერთი გარანტი, ქვეყნის განვითარების ყველაზე დიდი ფასეულობა და ვთვლი რომ დღეს ქვეყანაში, ჩვენს ქვეყანაში იზღუდება სიტყვის თავისუფლება და მინდა რომ ჩვენმა შვილებმა, ჩვენმა მომავალმა თაობამ არ იცხოვროს ესეთ გარემოში და არ ხედავდეს იმას, რაც ხდება დღეს საქართველოში.